გრძელდება გადაცემა შუადღე ქუთაისში და აი დაპირებულ სტუმართან ერთად დავუბრუნდი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია გურანდა ცაგურია და ალბათ სიმბოლურია მისი სტუმრობა, იმიტომ რომ გურანდა გახლავთ ხონის გაზეთის თაობა რედაქტორი და ასევე გურანდა გახლავთ ხონის კულტურის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. პირველ რიგში მოგესალმები გურანდა და დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი ხარ დღეს. როგორი განწყობა გაქვს? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა რომ მიხარია თქვენთან სტუმრობა. განწყობა ჩვეულებრივი, ძალიან მიხარია იმ თემაზე ვისაუბრო, რომელიც ჩემთვის გულთან ახლოს მასულია, შინაგანია. ძალიან მიყვარს ზოგადად საკუთარი პროფესია ჟურნალისტიკა და ორ ადგილზეც კი ვარ დაკავებული, რომ საკუთარი საქმე ვაკეთო, რასაც ქვია ჟურნალისტიკა, წერა და ასე შემდეგ ყველაფერი, რაც გაზეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ხონელები ძალიან კარგად იცნობენ ამ გაზეთს, მით უმეტეს რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. თუ შეგიძლია გაიხსენო საწყისი ეტაპი, რა შრომის, გარჯის გავლა მოგიწია იმისთვის, რომ ეს გაზეთი დღემდე მოგეყვანა, რამდენი ხანია რომ არსებობს ეს გაზეთი? მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს ამ გაზეთის ირგვლივ, უფრო ისტორია. დავიწყებ იქედან, რომ გაზეთი თაობა ეკუთვნის ახალგაზრდული კავშირების ლიგას. ახალგაზრდული კავშირების ლიგა კი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხონში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც ზუსტად 25 წელია უწყვეტად მოქმედებს, არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, ასრულებს სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ პროექტებს და მისი პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მუდმივი და ყოველთვიში თვიური ან ყოველთვიში ორჯერ გამომავალი პროდუქტი არის გაზეთი თაობა. პირველი ნომერი გამოვიდა ზუსტად 25 წლის წინ 1990 წლის 6 ოქტომბერს და იმ თავიდან მოყოლებული გაზეთი ასახავს არა მარტო ქალაქში და ქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ამბებს, არამედ ეხმაურება მსრულად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ეს იქნება პოლიტიკური ჭრილში დაყენებული პრობლემები თუ ხელოვნებაში თუ სპორტში და ასე შემდეგ. ალბათ რამდენიმე თუა ესეთი ძველი გაზეთია, არ ვიცი, ვამაყობთ კიდევაც იმ ფაქტით, რომ ჯერ არასოდეს შეჩერებულა ამ ხნის განმავლობაში, არასოდეს ქონია ჩავარდნა, მიუხედავად ყველანაირი ფიზიკური, ფინანსური პრობლემებისა, ფიზიკურადაც კი ცდილობით იყო პერიოდი გაზეთი გადარჩენილიყო, მაგრამ მოაღწია დღემდე, მოაღწია ფიქრობ შეურცხვენლად. იცით, ქრისტინა, ჩვენთან ხშირად იხსენებენ ერთ ამბავს, ერთ ფაქტს, რომ ვინც კი თაობაში მოდის, თაობაში გავლილი გზა და ახალგაზრდული კავშირების ლიგაში გავლილი გზა, ბევრი მათგანისთვის ტრამპლინადაც იქცევა. მაგალითად, ლიგის თავმჯდომარეები დღეს იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჟურნალისტი ქეთი ფირცხალავა მაესტროს ერთ-ერთი წამყვანი და ცნობილი დიახ, კი, ყველას ძალიან ბევრს აქვს თაობაში მიღებული გამოცდილება და ყველას უყვარს აქაურობა, არასოდეს არავინ არ წყვეტს კავშირს. თუ კი დაგაინტერესებთ, აი ამ წლის იანვარში ჩვენ გვქონდა 25 წლის იუბილე და ვერ წარმოიდგენთ უზარმაზარ დარბაზში ტევა არ იყო ადამიანებისა. თუ კი ვინმეს ოდესმე ფეხი შემოუდგა ახალგაზრდული კავშირების ლიგაში, ყველა ჩვენთან იყო მოსული, საიდან არ რეკავდნენ, ყველა თავი შეიწუხა კი არა, გულით და სულით მოდიოდნენ, ოღონდაც კი დრო და საათი გაგვეგებინებია და მოდიოდნენ გულით, სულით, დიდი სიხარულით. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს უყვარს და ახლობელია ეს გაზეთი. და საინტერესოა, ჩვენ ეთერს გარეთ საუბრობდით და შენ მითხარი, რომ ყველაფერს შენ აკეთებ. ანუ შენ გევალება სტატიის მომზადება, შემდეგ ამის რედაქტირება. რთული ალბათ, ხო, ეს ყველაფერი და ალბათ ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელი, რომ ერთმა ადამიანმა რანაირად შეიძლება რომ გააკეთოს, მე მოგვიანებით გადავაკიდებ. შენ სხვადასხვა საქმიანობაზე. ანუ სულ ასე არ იყო, გაზეთში 5 და 6 ჟურნალისტი მუდამ მუშაობდა, მაგრამ 2 წლის წინ გაზეთში შეიქმნა უზარმაზარი ფინანსური პრობლემა. ანუ თუ კი მცირე მაინც გქონდა სუბსიდია, რომელსაც იძლეოდა, ანუ ბეჭდვის ხარჯებს ფარავდა მუნიციპალიტეტის გამგეობა, რატომღაც მოგვეხსნა და მხოლოდ ხელმომწერების იმედად დაურჩით და ვისაც გამოუჩნდა იმ პერიოდში უკეთესი და ბევრად უკეთესი სამუშაო, რა თქმა უნდა, წავიდნენ, ზოგმა ოჯახი შექმნა და ვერავის დაავალდებულებ დღეს დაჯექი და იყავი სამსახურში, იმუშავე სამსახურში მხოლოდ ენთუზიაზმზე.
ჩემში შემთხვევაში რა იყო? ანუ მე პარალელურად მუშაობ, როგორც უკვე თქვით, ქრისტინე ხანის კულტურის ცენტრში და იმდენად მიყვარს თქო ჟურნალისტიკა და ჩემი პროფესია. მე ავიღეთ ჩემს თავზე ვალდებულება, რომ პარალელურად ვეკეთებინა ეს საქმე, თუნდაც უფასოდ. ვერ ვიტყურებ სრულად მარტო ვარ დღე 2-3 ჟურნალისტი ვმუშაობთ, მაგრამ რაც შეეხება თემის მოფიქრებას თუ რა უნდა გავაკეთოთ ნომერში პირველი ასობგერიდან დაწყებული ბოლო წერტილის დასმამდე მართლა ვაკეთებ და რა ვიცი შინაგანი გახდა თითქმის არ მიჭირს ალბათ სხვამ რო გააკეთოს თუნდაც კორექტურა ტექსტის აკრეფა თემების მოფიქრება და ასე შემდეგ და თუნდაც სტამბაში რედაქტირება უკვე ისე ვარ ამ ყველაფერს მიჩვეული ალბათ ვერასოდეს ვერავის ვერ ვენდობი და შენ ასევე მითხარი რომ გარდა ამ გაზეთისა კიდევ ხარ ერთი გაზეთის რედაქტორი თუ შეგიძლია ამ გაზეთსაც გვიამბო ძირითადად თავარი კონტენტი რა არის ამის ხო კულტურის ცენტრში წლების მანძილზე გამოდის გაზეთი ათინათი ეს არის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დამუშავებული გაზეთი რომელიც არის ლიტერატურული და წელიწადში გამოდის 3-ჯერ ან 4-ჯერ გააჩნია როგორი რაოდენობით გვეყოლება ლიტერატურასთან დაახლოებული ადამიანები მათი ნაწერები რომლებიც შეიძლება გაზეთად აქციო და მკითხველს მიეწოდო. ერთი შენიშვნა მაქვს, რედაქტორი არა ვარ ამ გაზეთში, ქალბატონი თინა ჭელიძე არის რედაქტორი, მე ვარ მისი პასუხისმგებელი მდივანი და იქაც ისევე ვაკეთებ ყველაფერს, ფაილის გახსნისთან ბოლო წერტილის დასმამდე როგორც თაობაში და ანუ ამ გაზეთში მთავარი მაინც კულტურა და ესეთი კულტურული სიახლეებია. გაზეთი ათინათი მხოლოდ კულტურას ემსახურება და ანუ იცით კულტურის აკვანი იყო ძერძველი ხანი და დღემდე არაკლია არც მწერლები არც პოეტები მუშაობთ როგორც ძველ გაზრდებთან ასევე ბავშვებთან რომლებიც დღეს სკოლის მოსწავლეები არიან და რა ვიცი ზრდის ქალბატონი თინა მისებურად თავის ხელწერას აჩნევს თითოეულ მათგანს და რა ვიცი რა მკითხოს მოსწონს და უყვართ. შენ წამოგვიღე გაზეთ თაობას ერთ-ერთი ნომერი და მე ვაჩვენებ ახლა ჩვენს მაყურებლებს ალბათ ბევრს გეცნობათ ზოგადად ეს ლოგო ამ გაზეთის რა მაინტერესებს ანუ მთავარი სეგმენტი ხონია თუ სხვა რეგიონებში ვრცელდება ეს გაზეთი ანუ ძირითადად ვრცელდება ხონში სამწუხაროდ მაგრამ და ტირაჟიც ალბათ ტირაჟი სხვათა შორის 7 წლის წინ როდესაც პირველად მივედი მაგ რედაქტორად ძალიან მცირე იყო 330 იყო სულ ხერმომწერი და ავედით 800 1000 1200 და უცხო არ იქნება თუ ვიტყვი რომ გაზეთის ტირაჟს მოთხოვნას და პერიოდულობას ხელს უწყობს ანუ გაზრდას ხელს უწყობს ყოველი არჩევნები და ეხლაც თავისთავად აქტუალურია მოლოდინში ვარ რომ გაზეთი გამოვარა თვეში ერთხელ ან ორჯერ და 4 გვერდიანი ან 6 გვერდიანი, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ხო, კი, 8 გვერდიანი, 12 გვერდიანი და ასე შემდეგ. მოდი თაობიდან ახლა ცოტა უფრო ზოგად თემებზე გადავინაცვლოთ. შენი როგორც ჟურნალისტის აზრი საინტერესო იქნება ჩემთვის. ზოგადად რას ფიქრობ თანამედროვე ჟურნალისტიკაზე? შენი აზრით რა არის თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემა? იმიტომ რომ ხშირად მე პირადად როდესაც ყავს რესპონდენტები გვაკრიტიკებენ რომ არ აინტერესებთ ძირითადად ეს კულტურული თემები ასე შემდეგ უფრო ისეთ შაბლონურ და ბანალურ თემებზე არიან და რაც თავარია ყვითელ პრესაზე გადასული. შენ როგორც ჟურნალისტი რას თვლი მთავარ პრობლემად ამ ეპოქის დროის და დღევანდელი ჟურნალისტების? ჟურნალისტებში პრობლემას არ ვხედავ იმდენად რამდენადაც ვინც გულწრფელია ვისაც მართლა უყვარს თავისი საქმე და კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს გულწრფელობას ის ჟურნალისტი და ჟურნალისტების უმრავლესობა თავიანთ საქმეს აკეთებენ მშვენივრად კულტურულად თავიანთ მოწოდების სიმაღლეზე და ძალიან ცოტა იქნება ისეთი ვინც მართლა კრიტიკის ღირსი არის ეცით რა არის ჩვენ უბრალოდ შანსი უნდა მოგვეცეს, კარგად ვიმუშაოთ, ობიექტურად ვაკეთოთ, ობიექტურად გავაშუქოთ, წეროთ, ვთქვათ, არის ზეწოლები, დღესაც იყო, ყოველთვის იქნება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ როდესაც გიყვარს ადამიანები, როდესაც არ გიჭირს მათთან ურთიერთობა და ხარ მართალი საკუთარ თავთან, ადამიანებთან, რომელ სფეროსაც არ უნდა ეკუთვნოდნენ, რომელ ფენასაც, სადაც არ უნდა მუშაობდნენ, ეს იქნებიან პირველი პირები თუ უბრალო ადამიანები და ყველასთან ხარ ადამიანი არ გაგიჭირდება ჟურნალისტობა. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ხო, ასე ვმუშაობ და ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაშიც
ჩემი გულწრფელობა მეხმარება უყვარდი ადამიანებს. ალბათ უფრო ეს პრობლემა პრესაში უფრო არ შეიმჩნევა, მაგრამ აი ტელეჟურნალისტიკაში მე პირადად ხშირად მიჩნდება პროტესტის გრძნობა, რომ გადაცემები და ასე შემდეგ კეთდება უფრო იმ თემებზე, რაც ძალიან ესე ვთქვათ ბულვარულია და რაღაც ყვითელი და სხვების რაღაც გაჭორვას და ესეთ თემებს უკავშირდება, მაგრამ ჩემს მარტო ჟურნალისტების ბრალი არ უნდა იყოს ეს. ფაქტია, რომ მოსახლეობა საზოგადოებას მოსწონს და რასაც სამხრივი პროცესი არ არის მე მგონი და ესეთ ცალსახად მაგაში კიდე გეთანხმებით, იმიტომ რომ მყავს მაყურებელი, აქვს რეიტინგი ეგეთ გადაცემებსაც და ტელევიზიების შემოსავალიც ხომ ის არის ყავდეს მაყურებელი და ესეც მართალია, მაგრამ ჩემი აზრით ჟურნალისტებს ალბათ მაინც ევარება. არა, მეტი მოგვეთხოვება და ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ. ალბათ ტელევიზია გაზარდოს მაყურებელი. აუცილებლად. იმიტომ რომ გავლენა ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ შენ ასეთი აქტიური ხარ ხონში და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებ ამ გაზეთისათვის, არ შეიძლება არ აღვნიშნო, ხარ ორი შვილის დედა. მე პირადად, როდესაც შენ გაგიცანი ნიდერლანდების ერთ-ერთ სკოლაში, დემოკრატიულ სკოლაში, არ ვიცი, რატომ ხას ჩავთვალე, რომ გაზეთხოვარი იყავი, არ გქონდა ოჯახი და როდესაც გავიგე, რომ აბიტურიენტი შვილები გყავს, ну ძალიან გამეკვირდა. როგორ ასწრებ ამ ყველაფერს? ფიქრობ რომ უერთოფალი ხარ. სამაგალითოს ვერ ვიტყოდი საკუთარ თავზე, მაგრამ აი ბავშვობიდან არასოდეს მიყვარდა დროის ფუჭად ხარჯვა. მეგობრობდი სულ უფროსებთან, არასოდეს არ მყავდა ჩემი ტოლი მეგობარი და ამანაც შემოწყო ხელი, მაგრამ იმათ რომ უყურებდი რა საკეთებდნენ, როგორ ფუსფუსებდნენ, ალბათ დროის სწორად განაწილება თავიდანვე ჩაჯდა გონებაში. რაც შეეხება შვილებს, ოჯახს, მყავს მეუღლე, რომელიც დასაქმებულია ქუთაისში მუშაობს, მყავს ორი შვილი, ანა აბიტურიენტია. ანუ წელს ძალიან ბობოქარი წელი გაქვთ. ზაფხული განსაკუთრებით. 15 წლის არის ჩემი ვაჟი გივიკო, სწავლობს ქალაქის პირველ საშუალო საჯარო სკოლაში, სწავლობენ ნორმალურად, მაგრამ ვაძლევს სრულ თავისუფლებას რომელ წრეზეც უნდა იმ წრეზე იარონ, იფიქრონ ისე როგორც მათთვის არის მისაღები და ამ მხრივ ნამდვილად არ ვზღუდავ მას. ოჯახსაც უძღვარი, ღმერთი მეხმარება, ვფიქრობ, რომ ჩემს ყოველ ნაბიჯს, რომელსაც დილის გათენებისთანავე ვდგამ, უფალი მეხმარება და მაინც ის განაგებს. თანაც მე მგონი, რაც უფრო ბევრ საქმეს ვაკეთებთ, მით უფრო ბევრს ვასწრებთ ხოლმე ადამიანები. პასიურობა პირიქით, მე მგონი უფრო გვაფერხებს ბევრ რამეში. და მე ვახსენე ნიმდი და ალბათ ჩვენი ძირითადი თემა დღეს შენი მოწვევის იყო გაზეთი თაობა, ზოგადად შენი როგორც ჟურნალისტის პროფესია, მაგრამ ალბათ კარგი იქნება თუ შევეხებით ზოგადად ამ ორგანიზაციასაც. მე შენ გაგიცანი ამ ორგანიზაციაში ძალიან მოკლედ თუ შეგიძლია გითხრა რა მოგცა ამ ორგანიზაციამ, გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები და ასევე მაინტერესებს აი შემაჯამებელი თემა, რომელიც შენ გააკეთე, რა თემას ეხმაურებოდა და რატომ? ეგეც ძალიან მაინტერესებს. კარგი, მაშინ დავიწყებ, რომ აი ნიმდზე როდესაც მესმოდა და დემოკრატიის სკოლა და ჩემი კოლეგები და მეგობრებიდან და დავესახელებ მარიკა ვაჭარაძეს, ბაჩანა ბასილაიას, აი იმდენად მინდოდა მანდ მოვხვედრილი იყავი. პირველ წელს რაღაც მომენტებმა შემიშალა ხელი, ვერ დავრეგისტრირდე, ანუ 4 წელიწადი იყო გასულ ზაფხულს, როდესაც დავჯექი აუცილებლად დღეს მე უნდა დავრეგისტრირდე ნიმჩი მოსახვედრად თქო და გამემართლა კიდევაც და აი ბედნიერი ვიყავი ენით ვერ აღვწერ აი სურვილი იმდანაც დიდი იყო ალბათ ამ შემთხვევაშიც გამემართლა აი ხონიდან მოვფრინავდი კი არ მოვდიოდი იმდანაც მომიხარო და იმიტომ რომ ჩვენ დიასახლისიც ვინც ხდებოდა ნიმჩი დიასახლისის ჭალებში ანაშალიკიანი აი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემი ქება რად უნდა აი იმდენად კომფორტულ გარემოს გვიქმნიდა და იმდენად კარგი ტრენერები ყავდა მოწვეული ყოველი ტრენინგი იყო ერთმანეთისგან განსხვავებული გამეთანხმები ალბათ აი ძალიან ნაკლები იყო ვისაც მაქსიმალურად არ ეცალა მხოლოდ ის აცდენდა ამა თუ იმ ლექციას თორე დილიდან და ღამებამდე და ხშირადაც ჩვენი სალექციო საათები 7 საათამდეც კი გრძელდებოდა ნამდვილად ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც და რო იყოს საშუალება და შეიძლებაოდეს ალბათ კიდე ჩავაბარებდი ნიმჩი აქ იმდენად კარგი ადამიანები გაგიცანით ყველა ერთი მეორეზე უკეთესი დღემდე ურთიერთობა მაქვს თქვენ თითოეულ თქვენთაგანთან და არ ვიცი ახალი სიყვარული ახალი სახეები ახალი გემოვნება შეხედულებები იმდენი რამე გადაფასდა ჩემს აზროვნებაში რომ ესეც უნდა მეკითხა თუ შეგეცვალა რაღაცეებზე წარმოდგენა მეთქი მაინტერესებს
რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამეზე რაღაც პრინციპული შეხედულებები მქონდა. ხო, ანუ იყო რაღაცები, აი რომელზეც ვერასოდეს წარმომივიდგენდი თუ კი სხვანაირად ვიფიქრებდი, არ მინდა ახლა ვილაპარაკო კონკრეტულად რა და როგორ, მაგრამ ვფიქრობდა, მომაყლა ვიტყვი და ამის არც შემოწება, რომ აი სულ სხვანაირი ვარ. ლმობიარისულ ვიყავი, მაგრამ ყველაფერს უყურებ რაღაცნაირად სხვა ჭრილში, ნებისმიერის ნაბიჯი შემილია რაღაცა კუთხით გავამართლო და ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ღირებულებებს სხვაგან ერთად ვერ ისწავლი თუ არა დემოკრატიის სკოლაში და მართლა მოუწოდებდი ყველას, თუ კი ვინმეს ერთხელ მაინც გაუგია ამ სკოლის შესახებ, აუცილებლად გაიარონ ეს კურსი, იმიტომ რომ სხვანაირი ადამიანები გახდებიან, სხვანაირები. რა თემა იყო ის, რასაც შეეხედა მოამზადე? ანუ ჟურნალისტიკას უკავშირდებოდა? ეს არა, არანაირად ავიღე თემა, ეს იყო საბჭოთა კავშირის ნგრევა. იმიტომ რომ როდესაც მე ბავშვი ვიყავი, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო საბჭოთა კავშირმა რღვევა. მაშინ სხვაგვარად გვასწავლიდნენ, სხვაგვარად აღვიქვამდით კიდევაც და აი დღეს, როდესაც რუსეთი ისევ ეპოტინება საქართველოს, ისევ ჩვენი საზღვრების დარღვევას ცდილობს, ისევ ჩვენი მენტალობის გარდაქმნას მოვინდომე და გააკეთე ხოპან რა თქმა უნდა, როგორ დაიწყო წარსულიდან საბჭოთა კავშირის შექმნიდან, როგორ განვითარდა მისი ისტორია, მრავალწლიანი ისტორია, რა უკუშედეგები მოქონდა მას სრულიად საბჭოთა კავშირისთვის და მასში გაერთიანებული 15 რესპუბლიკისთვის, რომელსაც რატომაც მოძმე რესპუბლიკებს უწოდებდნენ და მოვედი დღემდე. რა ვიცი. ძალიან კარგი და დაუბრუნდეთ თაობას, შენ ახსენე რომ არჩევნები ახლოვდება და შესაბამისად უფრო გააქტიურდება კიდე გაზეთის ახალი ნომერი და უფრო მეტ ფურცლებსაც უნდა ველოდოთ. თუ არის კიდევ რამე სიახლე დაგეგმილი ხონის რეგიონში, უშუალოდ ამ გაზეთს რაც შეეხება, შენ ასევე კულტურულ სფეროსაც წარმოადგენ. ზოგადად რა ხდება, რა სიტუაციაა თუ შეგიძლია გითხრა და რა იგეგმება? სადაც აქტიურად ხარ ჩართული? ხო, ანუ თაობა ჩემი პირველი ინტერესი და უპირველესი ინტერესი არის თაობის არა მარტო პერიოდულობის გაზრდა, არამედ მისი ტირაჟის გაზრდაც, ფინანსური დაინტერესებაც არის. მე ისევე გამოცდილება მაქვს უკვე და პოლიტიკურ პარტიებთან თუ ამა თუ იმ კანდიდატთან ყოველთვის მქონია გაზეთთან დაკავშირებული ესა თუ ის ურთიერთობა. ვიცნობ ბევრ მათგანზე, ვფიქრობ რომ არ გამიჭირდება. მიუხედავად იმისა, იყო პერიოდი, როდესაც წუთებს მიკლიდნენ, აი შენ ამ შტაბში, მაგალითად ქართული ოცნების შტაბში ამდენი წუთი გაატარე, თქვათ დემოკრატებში ამდენი წუთი, პატრიოტთა ალიანსში ამდენი წუთი და შტაბი, ნაციონალური მდროობის შტაბი, რომელიც გაზეთის გვერდით არის, იქ რამდენ ხანს გაჩერდებიო. მაგრამ გაუძელი ამ ყველაფერს, მე მგონი პირნათლად და ვერავინ ვერ უნდა დამდოს წესით ბრალი იმაში, რომ ოდესმე ვინმეს ხო, აი სადაც რამდენიც არ უნდა ეკითხონ, სიტყვებიც კი რო დათვალონ, ბალანსი დაცული მაქვს აბსოლუტურად, ყველასთვის ათმობილი მაქვს ერთნაირი სარეკლამო დრო, ფართი და ასე შემდეგ რა. ვფიქრობ არც წელს შევირსხმენ სახელს და პირიქითაც. დაინტერესება უკვე არის. იყო შემოთავაზებები და ფაქტობრივად ამ ნომრიდან უკვე დავიწყებ, იმიტომ რომ რაღა დარჩა სულ 3 თვე. რა თქმა უნდა, გისურვებ წარმატებებს, უფრო გაფართოებას შენი გაზეთის მასშტაბებისას. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ქალბატონი გურანდა ცაგურია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჟურნალისტი, გაზეთ თაობის, ხონის გაზეთ თაობის რედაქტორი და ასევე ხონის კულტურული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გურანდა ესეთ საინტერესო საუბრისათვის. წარმატებებს გისურვებ პირადად შენ და რა თქმა უნდა შენს გაზეთს, რომელსაც 25 წელზე მეტია უკვე ასე ეფოფინები და ზრუნავ და უვლი. დიდი მადლობა ღირსწინა მოწვევისათვის. 25 წელია, ჩემამდე სხვები ეფოფინებოდნენ, მე 7 წელიწადია. ხო, ანუ ჩემამდე ბევრი რედაქტორი გამოიცვალა, არ მინდა რომ ისინი დარჩნენ ხო ჩრდილში, იმიტომ რომ დღემდე აი პირველი თავმჯდომარე იყო ალექსანდრე აკობიძე, რომელიც დღესაც აი მართლა შორიდან, მაგრამ ყველანაირად გორჩეგვით გაის ფინანსური გაჭირვება იქნება თუ მორალური თუ არის ასეთი რაღაცეებიც და არიან ადამიანები, თამარ ბახტაძე, კახაწულაია, ზურაბ ჯიბუხაია, ბევრი, რომლებსაც დღემდე სტკივათ თაობის ატკივარი, დღემდე უხარიათ თაობის სიხარული და ასე შემდეგ. მადლობა შენ ქრისტინა მოწვევისთვის და
ჩემთვის ასურვალ თემაზე საუბრის საშანსის მოცემისთვის. დიდი მადლობა და წარმატებები გურანდა. დიდი მადლობა. მშვიდობები ჩვენ სტუმარს, საუკეთესო სურვილებით და მე რა თქმა უნდა რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებთ.